სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ადამიანი თავისი უნარებით, რა თქმა უნდა, ვერ ეტევა ამ სამყაროში, სადაც ბატონობს სიკვდილი, ხრწნა მატერიალურ სამყაროში და უსამართლობა საზოგადოებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სოციუმში. იმიტომ რომ ადამიანი ურწმუნოც რომ იყოს არა აქ ამას პრინციპული მნიშვნელობა, ის თავის შინაგან სამყაროში სულ ესწრაფვის სამართლიანობას და მარადილ სიცოცხლეს და აქვს ხშირ შემთხვევაში ამ კითხვას არ სვავს როგორც ასეთი, მაგრამ ეს ქვეცნობრივ შეკითხვა მას ყოველთვის აქვს. მას აინტერესებს რა არის ჭეშმარიტება, იმიტომ რომ ასევე ქვეცნობიერად, ინტუიციურად იცის, რომ მისი, ჭეშმარიტების, ერთადერთი ობიექტურად არსებული სინამდვილის, იმიტომ რომ ჭეშმარიტება ეს არის ერთადერთი ობიექტურად არსებული სინამდვილე, მისი ხატი და მსგავსია. და მხოლოდ მასთან იქნება ის ბედნიერი და მხოლოდ მასთან რეალიზდება როგორც თავისუფალი არსება, რომელსაც მუდამ ენატრება სიცოცხლე, ამ სიტყვის დიდი გაგებით და არა აქვს, მუდამ ენატრება სამართლიანობა, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით და არა აქვს. და ამასთან ერთვის, როგორც გითხარით, სიკვდილის არსებობა, ფიზიკური სიკვდილის არსებობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მორწმუნეები ვართ და წესით არ უნდა გვეშინოდეს და მე იმედი მაქვს, რომ მრავალი თქვენ შორის სულიერად უყურებს გარდაცვალებას, მიუხედავად ის დამის სულიერი დამოკიდებულებისა, ის თავის საშინელებას და საზარლობას, მოდი ასე ვთქვათ, უფრო ესე მძიმე სიტყვა გამოვიყენოთ, არ კარგავს. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ღვთის ხატი და მსგავსი არსება, მის შემეცნების უნარებს ატკბობს, შვენიერება და კეთილსურნელება. ხო და სიკვდილი ერთსაც კარგავს და მეორესაც ის აღარ ჩვენიერია და აღარც კეთილსურნელოვანი. და ჩვენ ხედავთ, რომ სიკვდილი გარდა იმისა, რომ ბუნებრივად არსებობს დაცემულ სამყაროში, სიკვდილის გამოწვევი მიზეზი ხშირად ჩვენ თვითონ თავად ვართ, როცა ერთმანეთის უსიყვარულობა, ერთმანეთისადმი უსიყვარულობა აპოგეას აღწევს და ჩვენ ძალიან იოლად ვიმეტებთ ერთმანეთს და სიძულვილი ერთმანეთისადმი მიმართული არც თუ იშვიათად სრულდება თვით ერთმანეთის ფიზიკური განადგურებითაც კი. ასაც ჩვენ ხედავთ მსოფლიოში და რაც უბრალოდ ჩვენ მივეჩვიეთ, რომ მოვლენებს ზედაპირულად უყუროთ, თორე თუ ჩვენ გავაცნობიერებთ სიღრმისეულად იმ საშინელებას, რაც ხდება მსოფლიოში ზოგადად, თუნდაც ეს ომი ავიღოთ, რომელიც ჩვენ ჩრდილოეთით ხდება, ადამიანის შეუძლებელია, რომ ამას ასე ადვილად შეეგუოს და არ დამწუხრდეს იმ საშინელებით, რაც ხდება. გახსოვთ, რომ თავად უფალი ტირის ლაზარეს სიკვდილის დროს, როცა როგორც ღმერთმა თავად დაუშვა მისი გარდაცვალება, იცის რაც უნდა მოხდეს, მაგრამ ლაზარეს დების ეს ტკივილი, უიმედო ტკივილი გაიზიარა მან, როგორც ღმერთმა, მან გაიზიარა ჩვენი ყველაფერი, ხორცი იმიტომ შეისხა, რომ ჩვენი ყველაფერი გაეზიარებინა და მათთან ერთად ატირდა და ამით გვაჩვენა, რომ მიუხედავად ჩვენი სარწმუნოებრივი სწორი დამოკიდებულებისა, რომელიც უნდა გქონდეს, იგი როგორც გითხარით, სიკვდილი თავის საშინელებას და საზარლობას არ კარგავს. მაგრამ ეს ჩვენ უნდა დავძლიოთ არა გულგრილობით, ინდიფერენტულობით, სხვისი ჭირიღობის ჩხირი, არამედ დავძლიოთ ღირსეულად, რწმენით და მარადიული სიცოცხლის იმედით. მაგრამ ამავე დროს არსებობს მეორე სიკვდილიც, რომელიც ლოგიკურადაც თუ ვიფიქრებთ, რადგან იგი მარადილობას ატარებს თავის თავში, აქედან გამომდინარეც, გარდა ამისა, თუ მცირეოდენი განათლება გვაქვს საღვთისმეტყველო და გვიკითხავს წმინდა ეკლესიის წმინდა გამოცდილება, მოსულა ჩვენამდე და ჩვენ მეტნაკლებად ვიცით და იგივე წმინდა წერილიც საუბრობს ამაზე, არსებობს მეორე სიკვდილიც,
ეს არის მარადიული სიკვდილი, როცა ადამიანი სიკვდილისაგან სიცოცხლეში კი არ გარდაიცვლება, როგორც ქრისტე ამბობს, არამედ სიკვდილისგან სიკვდილში გარდაიცვლება, როგორც წმინდა მამები იგივე მონახალი ღვთისმეტყველი ამბობენ, ეს არის და იგივე წმინდა წერილის ტერმინოლოგიით. აი ეს კი ნამდვილად საშინელია, იმიტომ რომ იქ შეუქცევადი პროცესი იწყება. თუ ხორციელი სიკვდილი არ არის შეუქცევადი პროცესი და ადამიანის სულით გადარჩება და მე მისი ხორცის აღდგება, როცა უფალი დაბრუნდება მარადიული სიცოცხლისთვის, აი მეორე შემთხვევაში შეუქცევადი პროცესი იწყება, რომელიც არასოდეს არ დამთავრდება, აი ის სიკვდილი არასოდეს არ დამთავრდება და ის სიკვდილი არის საშინელი და ჩვენ ამისი ნამდვილად უნდა გვეშინოდეს. თუ პირველი სიკვდილის ღირსეულად უნდა შევხვდეთ და არ შევდრკეთ და პირიქით გვახსოვდეს, რომ ეს ახალი დაბადების და ღმერთთან ყოფნის ერთობის შესაძლებლობა არის, გარდა იმ გარეგნული საშინელების, რაც მას ახლავს, განსაკუთრებულად თორსა ის ადამიანთა შორის ურთიერთსიძულვილის ნაყოფად გვევლინება, მაინც ის დაძლევადია და დროებითია, ხოლო მეორე ტიპის სიკვდილი არის აი მართლაც კატასტროფა, რასაც ქვია, ის მეორე სიკვდილიც, ისე როგორც პირველი სიკვდილი გარანტირებულად ჩვენ უნდა გავიაროთ პირველი სიკვდილი გარანტირებულად, მეორე სიკვდილი ღმერთმა დაგვიფაროს გარანტირებულად გავიაროთ ის, მაგრამ მისი შესაძლებლობა ჩვენში არსებობს. იმიტომ რომ ის ვის წინაშე ჩვენ უნდა წავსდგეთ, ის არის რომელთანაც ვერანაირი უწმინდურობა ვერ გაჩერდება, შეუძლებელია სასუფეველი მარადიული სიცოცხლე, სიკვდილი რომ აღარ არსებობს, ის თავარი სიკვდილი რო არ არის, ეს არის ღმერთთან ყოფნა, იმიტომ რომ მხოლოდ ის არის სიცოცხლე. თუ ღმერთი არა, სხვა სიცოცხლე არ არსებობს, ღმერთის გარეშე გონიერი არსებისათვის არსებობს მარადიული სიკვდილი, თავის მთელი საშინელებით. ხოლო ღმერთთან ერთობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მისი მსგავსი ვიქნებით. და ჩვენში არ იქნება უწმინდურობა. რა არის უწმინდურობა? ეს ადვილი გასაგები არ არის სხვათა შორის, რა არის უწმინდურობა და რა არის სიწმინდე. გასაგებია, რატომ არ არის ადვილი გასაგები? იმიტომ რომ სიწმინდე ღმერთისთვისება და უწმინდურობა ღმერთის საწინააღმდეგო მდგომარეობა. ეს არ არის უბრალოდ უზნეობა. თუმცა უბრალო უზნეობა რომც იყოს, ჩვენ აქაც სერიოზული პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ ვერ გავიკვეხნით ზნეობრივ სისუფთავეს ბოლომდე. ჩვენს გულში იმდენი ცუდი რამეა, ჩვენი ეგოიზმით, ჩვენი ანგარებით, ჩვენი შურით, ჩვენი უსიყვარულობით, ჩვენი სიამაყით, ჩვენი ქვენაგრძნობებისადმი მიდრეკილებით, იმდენი სიბინძურია ჩვენს გულში, რომელსაც საკუთარ თავსაც კი ვერ უტყდებით და მრავალ მათგანს უბრალოდ ვერ ვხედავთ. ბრმანი ვართ და იმიტომ საკუთარი თავის მიმართ, რომ ესეც კი საკმარისი იქნებოდა უბრალოდ უზნეობის თვალსაზრისით თუ შევაფასებდით საკუთარ თავს და ჩვენ წავსდგებით მის წინაშე. წარმოგიდგენიათ, წავსდგებით მის წინაშე და იგი როგორც ცოცხალი ღმერთი მთლიანად დაგვინახავს და ჩვენთვისვე საცნაურს გახდის სინამდვილეში ჩვენ ვინა ვართ და რას წარმოვადგენ. მაგრამ სანამ გარდავიცვლებით და სანამ ეს ჩვენს ცხოვრებაში მოხდება და ეს აუცილებლად მოხდება. კარგია, ხო, ეხლა აღსარებას რასაც მინდა ვიტყვი, რასაც მინდა არ ვიტყვი. ჩემი სინდისის წინაშეც კი რაღაცებს დავმალავ. ქვეშრეებში ჩავალაგებ. ბეცდები აღარ მახსოვდეს, დავივიწყო. თუ აღარ ჩავდივარ, კიდე ხო კარგი. მაგრამ თუ ვერ ველევი და ჩემი ეგოიზმის, ანგარების და მსგავსი თვისებების გამო ის პერიოდულად მაინც ცოცხლობს და წამოყოფს თავს, ეს თლაც საშინელება. თუ ვერ ვაკონტროლებ, საერთოდ კატასტროფა. მაგრამ ის რომ საშინელ საბჯაროზე წავსდგებით, ჩემი უსიყვარულობა და სიამაყე გაშიშვლდება, სანამ ეს მოხდება, უნდა ვეცადო, რომ საშინელი სამჟაროს რეპეტიცია, ესე რომ ეს ტექნიკური ტერმინი რო გამოვიყენოთ, მუდმივად მქონდეს ჩემს გულში და მუდმივად ვივარჯიშო იმაში. მუდმივად ვივარჯიშო. ეს ხდება ლოცვის დროს, როცა გულწრფელნი უნდა ვიყოთ. ლოცვის დროს ერთ-ერთზე რო ხარ უფალთან, გულწრფელად უთხარი, ვინც ხარ შენ. მე უნდა გულწრფელად უთხრა, რა ნაგავიც ვარ. ღმერთის წინაშე განვაცხადო ეს სიტყვით, უნდა ვთქვა, რომ აი ესა ხარ შენ თეოდორე.
მოყვასთან ურთიერთობაში მაქსიმალურად უნდა ილუსტრაცია გაუკეთო ჩემს თავს და დავინახო აი როგორი გული მაქვს მე მოყვასის მიმართ და საიდან უნდა დავიწყოთ იცით ოჯახის წევრებიდან მეუღლეებთან ურთიერთობაში მეუღლის მიმართ ურთიერთობაში შვილების მიმართ მშობლების მიმართ დედმამიშვილების მიმართ მერე უკვე მეგობრების მიმართ თავისთავად ცხადია მრევლის წევრების მიმართ რომელთა სიყვარულის ვალდებულებაც აგვაქვს და ბუნებითი უნარებიც და აღმოვაჩენთ რომ იქაც არ შეგვიძლია ნამდვილი სიყვარული იქაც ეგოისტები ვართ აღარ ვლაპარაკობ ჩვენს ოპონენტებზე სოფხედელობრივ მოწინააღმდეგეებზე აღარ ვლაპარაკობ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე ამასოფლის სული მოდი ესე ვთქვათ რომ პოლიტიკაში არ გადავიჭრათ ამასოფლის სულს ერთი სული აქვს როდის ჩაყლაპავს ქრისტიანულ საქართველოს ეხლა უნდა ამასოფლის სულს ქრისტიანული საქართველოს დედამიწაზე უნდა არ უნდა გესმით არ უნდა მე რა რომ ამდენი საუკუნე ჩვენ კბილებით და ბრძოლით და შრომით და ლოცვით მოვიტანეთ აქამდე ეკლესია ჩვენს წიაღში მე რა ეხლა უნდა რომ გაგვანადგუროს ყველაფერს აკეთებს ამისთვის ყველაფერს იმის მაგივრად რომ ხელი-ხელს ჩავჭიდოთ და ვთქვათ რომ მთავარი ჩვენ შორის არის ის რომ არის ქრისტე ჩვენ შორის ეს არის ყველაზე მთავარი გესმით ეს არის ყველაფერი გვერდზე გავწიოთ აბსოლუტურად ყველაფერი გვერდზე გავწიოთ მხოლოდ ეს არის და ამის გამო ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი და გადავარჩინოთ ყველაზე ძვირფასი ჩვენში იმის მაგერად რომ ეს გავაკეთოთ ისე რომ ნამეტანი არ ცდილობენ ჩარევას ამასოფლის სული ნამეტანი არ ცდილობს ჩარევას ნამეტანი არ წვალობს და არ ზრუნავს ჩვენს განადგურებაზე ისევ ანადგურებთ ერთმანეთს მისი ჩარევის გარეშე ერთ-ერთი გამოვლინება თუ როგორ დაწყებულია ჩვენში მეორე სიკვდილი ყველაზე საზარელი სიკვდილი და ეს რომ არ მოხდეს კიდევ ვიმეორებ ამიტომ მე უნდა მივცე ღმერთს საშუალება რომ მან იმუშაოს ჩემში როგორც ქირურგმა რომელიც სკალპელით ჭრის ხორცს აბა არ მისე ქირურგს საშუალება არ გაიკეთო ნარკოზი არ და არადა შენი გადარჩენისათვის ეს მნიშვნელოვანია ხა ეჭხუბე ქირურგს ახლა არ მისე ამის საშუალება ჩვენ უნდა მივცეთ ღმერთს როგორც ქირურგს რომ გაჭრას ჩვენი არსება შევიდეს და ის ცუდი რაც არის ამოიღოს და გადააგდოს დაინახეთ ებრაელთა ეპისტოლეში და წავიკითხეთ დღეს მეოთხე თავი ღვთის სიტყვა ცოცხალია ფათაშორის ღვთის სიტყვა რომ ცოცხალია ეს აბსტრაქცია არ გეგონოთ სახარებაც ცოცხალია იმიტომ არ იწურება ის იმას მას ვერასოდეს ვერ ამოწურავ ახალი აღთქმის წიგნებს ღვთის სიტყვა ცოცხალია ქმედითი იმიტომ რომ ეს ის ენერგიაა ღვთის სიტყვა რომელსაც გალაქტიკები შექმნა როგორმე შენი ფორმირება შეუულია შენ რო ხელს არ უშლიდე ჩვენ ხელს უშლით და ღმერთი კიდე ფაქიზად ექცევა ჩვენს თავისუფლებას მაგრამ ის ქმედი ცოცხალია ქმედითია და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრია აბა რო ვერ ამომაცალა ეს სიმსივნე იმიტომ რომ არ ვაძლევ მე ამის საშუალებას ჩემში ამ დავბერდი აგერ გარდაცვალებას უახლოვდები და ეგოისტიცა ვარ, ანგარებიანიცა ვარ და ასე შემდეგ, რომელი ერთი ჩამოვთვალე. რატომ? რა უსუსურია ღმერთი? არა აქვს ის ორლესული მახვილი, აქვს. მაგრამ მე არ ვაძლევ ამის საშუალებას. ასე რომ თვით სამშვენელისა და სულისა და სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდეც აღწევს. ანუ მთლიანად შეიძლება ყველა სიღრმეს ჩავიდეს ეს პავლე მოციქული ანატომიის გაკვეთილს კი არ გვიტარებს. ხატოვნად წარმოაჩენს რომ როგორც მას ჩვევია ეს სიტყვები აქვს ბასრი რაღაცნაირი რომ დაგვანახოს რომ ყველგან და ყველაფერში ჩადის ღმერთის თვალი და ხედავს სად რა როგორ ხდება და ჩვენი თავარი პრობლემა კიდევ ვიმეორებ არის ის რომ ჩვენ მას არ ვაძლევთ საშუალებას ჩვენი თავისუფლება ეწინააღმდეგება ღმერთის თავისუფლებას. კი ბატონო, პავლე მოციქული გეუბნება, ყველაფერი ნებადართულია. მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო. ერთადერთი რამეა სასარგებლო გონიერი პიროვნული არსების ყოფიერებისათვის,
რომ მისი ნება თანხვედრაში მოვიდეს ღვთისნებასთან, იმიტომ რომ ეს არის ყოფიერების ონტოლოგია, ყოფიერების ანი და ჰოე, ეგ არის დანარჩენი ყველაფერი ქვა, ცხოველი, პირუტყვი, ეშმაკი, არაფერი არ არის, მხოლოდ ღმერთის ყოფიერებაა აბსოლუტური სიკეთე და როგორც კი ჩვენი თავისუფლებით მისი ყოფიერების ენერგიისგან, ანუ ნებისგან გადაუხვევთ, იმ წამს ყველაფერი ნადგურდება ჩვენში. როგორც ღვთის ხადამს გავს არსებაში და ან ეშმაკს ვემსგავსებით, ან ცხოველს ვემსგავსებით, ან რაღაცა ან უბრალოდ საგანს ვემსგავსებით ჩვენი ცხოვრების წესი. და ამიტომ ჩემი ნება არის ეს ყველაზე მთავარი მტერი ჩემი საკუთარი თავის. და განიკითხავს გულის ზრახვებს თუ აზრებს და არ არსებობს ქმნილება დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშულებულია და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე. ვის თვალთა წინაშე და ვისაც ვაბარებთ ანგარიშს. ამიტომ ეს ანგარიშის ჩაბარება ღვთის წინაშე აუცილებლად მოხდება, აუცილებლად თუ გარდავიცვლებით და სასურველია, რომ ეს მანამდე გავაკეთოთ. და მანამდე კი არ გავაკეთოთ, მუდამ ვაკეთებდეთ ამას. კიდევ ვიმეორებ, წმინდა მამათა გამონათქვამია, ადამიანი უნდა იყოს მოუკლებელ სინანულში. მოუკლებელი ლოცვა, რო ამბობს პავლე მოციქული, ეს იგივეა მოუკლებელი სინანული, იმიტომ რომ ლოცვა სინანულის გარეშე უბრალოდ დემონური მეტყველებაა, მეტი არაფერი. და მოუკლებელი სინანული ეს ნიშნავს, რომ მოუკლებელ ანგარიშს აბარებ. ღვთის ღმერთს, რომელიცაც შენ სულ ელაპარაკები არა სრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი, ვიღაცა შეიძლება ასე ეგონოს. არამედ საკუთარი თავის რეალურად დამნახავი და რაც შეეხება არასრულფასოვნების კომპლექსი რომ არ არის ქრისტიანში, ეს იქიდანაც ჩანს, რომ იმასთან ერთად რომ მე საკუთარ სინამდვილეს ხედავ და საკუთარ თავს ადეკვატურად აღვიქვავ, ამასთან ერთად ლოცვა, რომელიც აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ საკუთარი თავის ადეკვატური აღქმა მაქვს და საკუთარ ნაგავს ბოლომდე ვხედავ, ამასთან ერთად ლოცვა გულისხმობს იმას, რომ მე მისი უბრალოდ ლოცულობ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მე მას ველაპარაკები როგორც შვილი და როგორც მადლით ღმერთი. სად იქნება აქ არასრულფასოვნების კომპლექსი? ქრისტიანი რომ ლოცულობს, ის ლოცულობს როგორც ღმერთის შვილი, ის როგორც რაღაცა ცხოველი კი არ ლოცულობს და რაღაცას. ის როგორც მამაო ჩვენო, ასე ილოცეთ. ანუ ჩვენ ყველანი როგორც ღმერთის შვილები ისე ლოცულობთ. უმაღლესი ქმნილებანი, ღვთის მსგავსი, რომელიც მის მარჯვნივ დაჯდება, თითოეული ჩვენგანი თუ ცხონდებით. ამავე დროს ვაცნობიერებ ჩემ დაცემულობას, ჩემს ეგოიზმს, ანგარებას, სიამაყეს, ასე შემდეგ. და ამ დაცემულობის გაცნობიერებით ველაპარაკები ღმერთს, მაგრამ ველაპარაკები არა როგორც რაღაც გაუბედურებული არსება, არამედ როგორც შვილი. უძღები შვილი გნებობთ ასე, რომელმაც დააშავა, მაგრამ მაინც შვილია. და თან ჩვენ ღმერთს ველაპარაკებით, რომელიც არის ტრანსცენდენტულიც, ანუ სამყაროს მიღმიერი, ეს რას ნიშნავს? პრაქტიკაში. ილაპარაკე რამდენიც გინდა, შენ ღმერთს ხმას ვერ მიაწვდენ და მორჩა. რაც არ უნდა გააკეთო, შენთვის შეუძლებელია სასუფეველში შესვლა. ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ის მოვიდა ადამიანად და გახდა ტრანსცენდენტული, როგორც ფილოსოფოსები ამბობენ, ტრანსცენდენტული გახდა იმანენტური, ანუ შეგრძნებადი, ჩემს ისი ახლოს მოვიდა, როგორ ახლოსაც არაფერი არ არის ამ სამყაროში. ერთის მხრივ ღმერთი არის აბსოლუტურად შორს, ისე შორს, რომ ჩემთვის შეუძლებელია მასთან ყოფნა, რაც არის სასუფეველი, ანუ სასუფეველი ღმერთთან ყოფნა და ეს არის შეუძლებელი, მაგრამ ამავე დროს მოვიდა ისი ახლოს თავისი განკაცებით, რომ ჩემს სიცოცხლეთ იქცა და ჩემს გულზე და სულზე და რა ვიცი, ყველაფერზე უფრო ახლოს არის, ის ჩემში დამკვიდრდა. და მე რომ მას ველაპარაკები, არცაც წასვლა არ მწიდება და მე ეს წოდვილი, ნაგავი ზეცათმაქსია, იმიტომ რომ ჩემში ინება დამკვიდრდება მან, მამამ, ძემ და სულიწმინდა. და ეს მოხდა იმიტომ, რომ ის მოვიდა ადამიანად და ადამიანად არა პასიურ ადამიანად, არამედ ღვთემთავრად. ეს ნიშნავს ორ რამეს.
ჩემი ცოდვების გამო თავის შეწირა და თვითონ მოკვდა, ანუ გამამართლა, შენი ცოდვები თეოდორე ჩათვალე აღარ არსებობს. არ არსებობს შენი ცოდვა. არ ჩაგიდენია ცოდვა, გამართლებული ხარ. ეგ ერთი და მეორე. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, სამწუხაროდ კვლავ სისუსტეს ვივლენ და მუდმივი მეოხია ჩემი. ერთხელ კი არა, მიშუა მდგომლა, მუდმივი მეოხია ჩემი ღვთაებრივი სამართლიანობის წინაშე. სულ მოდა მეოხია. და მეცას გეტყვით, აი ეს მღვდელმთავრობა მისი მღვდელმთავრობა ჩვენ მღვდლობას განაპირობებს, რაც არის კიდე რომლის ნაყოფი არის ის ჩვენ რო ვეზიარებით. და აი ეკლესია რო იყურება ეს საოცრად ქრისტეს სისხლისა და ხორცი. ამას ყველაფერს განაპირობებს მისი მღვდელმთავრობა და ვაბარებთ მას ანგარიშს და მე აგძელებთ და რა კი ყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, ანუ ტრანსცენდენტული შემოვიდა ჩვენში, იესო ძე ღვთისა, მტკიცეთ მივდიოთ ჩვენს აღსარებლობას, ანუ ჩვენი ცოდნა, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, ამას მტკიცეთ მივდიოთ. მტკიცეთ რატო? იმიტომ რომ აი თუ დუნეთ მიდევ, ეშმაკი გამარცხებს, საკუთარი თავის გამარცხებს, მტკიცეთ, უკან დაუხევლად. სისხლამდე წინ უნდა აღუდგეთ ნებისმიერ წინააღმდეგობას, რაც მის მიმდევრობას ხელს უშლის ჩვენში. ისეთი მღვდელმთავარი როდი ყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში. ანუ ეს ცივი საიდუმლოების აღსრულებელი კი არ არის, ხო, კარგი მიპატიებია, აი და რაც ჩამოვთვალეთ, ეს მეოხი ვარ შენი, არამედ თანაგვიგრძნობს. იმიტომ რომ რატო თანაგვიგრძნობს? და ეს თანაგზნობა იმდენად ძლიერია, რომ მამამ ძეს მისცა ჩვენი, ესე იგი, ჩვენი განჯის უფლება მთლიანად ძეს გადააბარა. რაღაც ესეა. რა თქმა უნდა, მამაც განგვიჯის, თავისთავად ცხადია, მამაძე ერთი ღმერთია, მაგრამ აი პიროვნულად ძეს გადააბარა. ეს ჩვენ სანუგეშოთ მოხდა ეს. რატო? იმიტომ რომ იგი თანაგვიგრძნობს ჩვენს უზულრებაში. რატომ თანაგვიგრძნობს? იმიტომ რომ ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში. გარდა ცოდვისა. პავლე მოციქული და აზუსტებს. ჩვენსავით გამოცდილია. იმიტომ რომ ჩვენ ხო ძალიან ხშირად იმიტომ ვცოდავთ, რომ სულმოკლებას ვიჩენთ და სულმოკლებას ვიჩენთ იმიტომ რომ ანუ წინასწარ ბოროტებით რაღაცას კი არ შეიძლება არ ჩავდივარ, მაგრამ სულმოკლებას ვიჩენ. მომშვიდა, მომწყურდა, მეტკინა, შემეშინდა, მაცდუნა, ყველაფერი გაიარა ქრისტემ. ქრისტეს ეშმაკი სულ აცდუნებდა. სულ აცდუნებდა, მარტო იქ კი არა უდაბნოში რომ გამოცადა, სხვა დროსაც. მან იცის ეს. მართალია მაგალითი მომცა, როგორ უნდა დაამარცხო, მაგრამ ჩვენ სუსტები ვართ. გესმით? ანუ ყველაფერი იცის ჩვენ რაც გვაწუხებს, რაც გვტკივა, მისთვის უცხო არ არის. ამიტომ თანაგვიგრძნობს. მტკივა, მასაც ტკიოდა. უსამართლოდ მეკცევიან, მასაც ესე ეკცეოდნენ და თუ ტკივილის და უსამართლობის და შიშის გამო რაღაც შემეშალა პატიებს ამას. ასე რომ თამამად მივიახლოთ მადლის ტახტს, ანუ ტახტს ანუ უფალს თამამად, ანუ არ შეგვეშინდეს, არ დავვკოლდეთ ჩვენი ცოდვების გამო, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი, დროული, არა შეწევნისთვის, არამედ დროული შეწევნისთვის. რატო დროული? რატო არ წერია მადლი შეწევნისთვის მივიღოთ, არამედ მადლი დროული შეწევნისთვის, იმიტომ რომ დრო ცოტა გვაქვს. არ უნდა გადავდოთ ჩვენი ცხონების საქმე. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ბევრი დრო გვაქვს, ჩვენ დროს საერთოდ არ გვაქვს. არც ჩვენ არ გვაქვს დრო და არც საქართველოს აღარ აქვს დრო. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. მე არ მინდა პესიმისტურად დავამთავრო ჩემი სიტყვა, იმიტომ რომ ყველა პირობა არის იმისა, რომ პესიმიზმში ვიყო ერთის მხრივ, რომ უყურებ ჩვენ ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ ვიცი, რომ ღმერთს წამის ყოფაში შეუძლია ყველაფრის შეცვლა. და თუ პესიმიზმი მაინც მაქვს, არა იმიტომ, რომ ღმერთი უძლურია, რომ საქართველოს გადაარჩინოს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ქრისტესთან არა ვართ. აი არა ვართ და მორჩა. და არა მარტო ისინი, ვინც ეკლესიის გარეთ არიან, არამედ ისინიც კი, რომლებიც ეკლესიაში არიან. ასე რომ ჩვენი გადარჩენა ჩვენს ხელშია. ღმერთს უნდა ჩვენი გადარჩენა.
ყველაფერი ჩვენ ხელშია. ვიყოთ მასთან, მივიახლოთ დრო მადლის ტახტს დროული შეწევნისთვის და უფალი წამის ყოფაში გადაგვარჩენს. ასეც იქნება იმედი მაქვს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.